საქმეს აღამას ვაგზალებთ საფონდო ბირჟებზე საუბრით და გამლილი კვირის შეჯამებით უნდა დავიწყოთ, რომელიც ამერიკული ბირჟებისათვის დიდად გამორჩეული და საინტერესო არ ყოფილა, რადგანაც საშუალო პრინციპში კლებაც კი ვიხილეთ და ეს კლება პრინციპში მოსალოდნელი იყო, რადგანაც როდესაც ბირჟა იზრდება გადაბმულად 3, 4, 5 კვირის განმავლობაში, ამის შემდეგ გარკვეულწილად აუცილებელიც კი არის ამოსუნთქვა და განვლილი სავაჭრო სესია სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. დღევანდელი სავაჭრო სესიაც დიდად გამორჩეული და საინტერესო თავისი არსით არ არის. გვაქვს მერყეობა S&P 500-თან და Dow Jones-თან მცირედი კლება ფიქსირდება, NASDAQ-თან მიმართებით კი პოზიტიური დინამიკა გვაქვს და ეს არის პლუს 0.19%, მაგრამ ვერაფერს სახარბიელოს ამ ეტაპზე ვერ ვამბობთ. ბირჟა არის მოლოდინში და მოლოდინი უფრო მეტად არის მიმართული ამერიკულ კორპორაციულ სექტორზე, რადგანაც მიმდინარე კვირას უნდა გასაჯაროვდეს ძალიან მნიშვნელოვანი კვარტალური შედეგები, მათ შორის უმსხვილესი საფინანსო საბანკო ინსტიტუტების მხრიდან, მათ შორის იქნებიან JP Morgan, Wells Fargo, Goldman Sachs, Citigroup, Deutsche Bank და ასე შემდეგ სხვა მსხვილი ბანკები. აგრეთვე მიმდინარე კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში იქნებიან ASML და TSMC, ანუ ნახევარგამტარების წარმოებელი უმსხვილესი კომპანიები და აგრეთვე Johnson & Johnson, რომელიც ფარმაკოლოგიურ სექტორში გლობალური გიგანტია. ამასთან მიმდინარე კვირას გავრცელდება ინფორმაცია ინფლაციის დონესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, რომელზედაც სავარაუდოდ იქნება დამოკიდებული ფედერალური რეზერვის შემდეგი გადაწყვეტილება. თუ კი აღმოჩნდა ისე, რომ ინფლაცია იმაზე დაბალი იქნება, ვიდრე მოველოდით, ძალიან დიდი ვარაუდით ფედი განაკვეთს დაწევს და თუ ინფლაცია იქ იქნება, სადაც მოველით, ალბათ ფედი ამ თვესაც ბევრს არაფერს იზამს, ამიტომაც ეს კვირა საკმაოდ დაძაბული, საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება და ამას ისიც ემატება, რომ ტრამპი ამბობს და ანონსებს ახალ ტარიფებს და მათ შორის სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და აგრეთვე საუბარი არის უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდებაზე. მოკლედ, საკმაოდ დაძაბული კვირა გვგველის, მაგრამ დღევანდელი სავაჭრო სესია ამ ყველაფერს კარგად არ ასახავს, რადგანაც ვოლატილობა გვაქვს დაბალი და სავაჭრო აქტივობაც არის საკმაოდ დაბალი, თუმცა მიუხედავად ამისა, ამერიკული საფონდო ბირჟა მაინც ჯამურად იმყოფება რეკორდულ ზონაში. უნდა გადავინახოთ ევროპაში, სადაც აგრეთვე ასეთი სტერილური გარემო გვაქვს, -0.07%-ით არის შემცირებული 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო შეფასება და როგორც ხედავთ, დინამიკა, რომელიც ბოლო პერიოდში ევროპას აქვს, სახარბიელო და მოსაწონი ინვესტორებისათვის ნამდვილად არ არის. ნიკეის შემთხვევაში წყლება გვაქვს, -0.28% გვაქვს ამ მიმართულებით და იაპონური ბირჟა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინვესტორებისათვის დიდად საინტერესო ბოლო პერიოდში უკვე აღარ არის, ამას არაერთი ფაქტორი განაპირობებს. შანხაის ინდექსს აქვს შედარებით უკეთესი შედეგი, +0.26%-ია, მაგრამ აქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინური საფონდო ბირჟა ერთგვარი სტაგნაციის ეპოქაშია გაჭედილი, ვხედავთ ყოველ კვირა 0.5%-იან ზრდას, ან კლებას, მაგრამ თუ დავუკვირდებით ერთწლიან პერიოდს, ბირჟა არც ზევით მიდის, არც ქვევით, ეს მისასალმებელი შედეგი ნამდვილად არ არის. გადავინახოთ ენერგეტიკულ ბირჟაზე, სადაც ამ წუთებში გვაქვს კლება. გაიფებული არის ნავთობი, როგორც ხედავთ, საშუალოდ 1.5%-ით და ბრენტის ფასი $69.5 შეადგენს, რაც შეეხება WTI-ს, მისი ფასი არის $67 ფარგლებში. აგრეთვე კლება გვაქვს 1%-იანი ბუნებრივ აირთან მიმართებით და მეგავატ-საათი ენერგიის ფასი შეადგენს 35 ევროს. რაც შეეხება ოქროს, მისი ფასი არის შემცირებული $8 და უნცია მეტალის ფასი შეადგენს $1349 დაახლოებით. ამ კლების მიუხედავად, როგორც ხედავთ, ერთწლიან პერიოდში ოქროს მაინც ფენომენალური შედეგი აქვს, ეს არის +38%. ასევე ძალიან კარგი შედეგი აქვს ბოლო დროს ვერცხლსაც, ის მიმდინარე წლის განმავლობაში ლამის 33%-ით გაძვირდა. და აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ვერცხლი ახლა უკვე იმყოფება 2011 წლის შემდეგ დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ ნიშნულზე, თუ ასე გააგრძელებს ვერცხლის ზრდას და ოქროს გაჰყვება თავისი დინამიკით, სავარაუდოდ ის 2011-იან მაქსიმუმსაც ძალიან მალე მოხსნის. დროა გადავინახოთ კრიპტოინდუსტრიაზე, რომელსაც ამ წუთებში აქვს 3%-იანი კორექცია და ინდუსტრიის საერთო შეფასება $3.8 მილიარდ შეადგენს, მაგრამ მიმდინარე 24 საათი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კრიპტობაზრისათვის, რადგანაც ბიტკოინის ფასი გაიზარდა $123,000 ნიშნულამდე. ამ ეტაპზე მისი ღირებულება არის 119,500, მაგრამ რეკორდი ყოველ შემთხვევაში დაფიქსირდა კაპიტალიზაციამ მიაღწია იმ დროს 2.450 მილიარდს, ახლა კი 2.375 მილიარდის ფარგლებში ვართ. ეთერიუმსაც საკმაოდ კარგი შედეგი აქვს, მატება არის
როგორც ხედავთ, ერთ კვირაში პლუს 19% და ერთი ეთერიუმის ფასი არის $3,000, ანუ მისი კაპიტალიზაცია ამ ეტაპზე არის $363 მილიარდი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ყველა ძირითად მსხვილ კრიპტოაქტივს კარგად აქვს საქმე, იქნება ეს XRP, Solana, Cardano, Dogecoin თუ სხვა ნებისმიერი, ყველა არის გადამწვანებული. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის ფედერალური რეზერვი ემზადება ახალი კანონპროექტის მისაღებად, რაც უკავშირდება ამერიკაში სტრატეგიული რეზერვის შექმნას. ამ რეზერვში რამდენიმე კრიპტოაქტივს ვიხილავთ, მათ შორის ერთ-ერთი იქნება ბიტკოინი და სწორედ ამასთან დაკავშირებით საუბრის განახლება იწვევს ბაზარზე ეიფორიას, თავისი არსით ეს ეიფორია კი იწვევს ბაზრის საერთო შეფასების ზრდას, ამაში დიდად გასაკვირი არაფერი არ არის. კულტურა გადავინაცვლოთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც საქართველოს ბანკი იმყოფება რეკორდულ ნიშნულზე, დღეს მცირედ იკლება ვიხილეთ 0.14%, მაგრამ მაინც თუ ბოლო პერიოდს დავაკვირდებით, აპრილიდან დღევანდელობამდე ძალიან დრამატული ზრდა აქვს დადებული საქართველოს ბანკს. აგრეთვე ბოლო პერიოდში ფენომენალურ შედეგს აჩვენებს TBC-ც, რომელიც რეკორდულ ნიშნულზე იმყოფება ამ ეტაპზე და დღევანდელ სავაჭრო სესიაზე 0.61%-ით გაიზარდა კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია. ეს ყველაფერი განპირობებული არის ამ კომპანიების ფინანსური შედეგების გაუმჯობესებით, რაზედაც თავისი არსით აისახება ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა. აქვე უნდა ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც, რომლის კურსიც დოლართან ამ ეტაპზე გვაქვს 2.71, ევროს კურსი გვაქვს 3.17, სტერლინგის გასული კურსი კი არის 3.66 და ბოლოს ორი სიტყვა უნდა ვთქვათ აქვე ლარში ინვესტირების შესაძლებლობაზე, რომელსაც ჩვენ გვთავაზობს Foresight Investment Group. ეს არის Foresight-ის ლარში ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობაც წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს 9%, ხოლო ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის მქონე შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს 10%. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც გერიცხებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხოლო სარგებლის გატანა, მის მოცულობის გაზრდა შემცირება თქვენ ყოველდღიურად შეგიძლიათ შეზღუდვების გარეშე. Foresight Investment Group კი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მერეგულირებული საინვესტიციო კომპანია.